შუადღე მშვიდობისა მეგობრებო, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი და მე მისი წამყვანი ავთო. დღეს შეგახსენებთ, რომ გვაქვს Bit Exchange-ის საათი და ასევე შეგახსენებთ, რომ გვაქვს Bit Exchange-თან ერთად airdrop-ი. airdrop-ის წესები იცით, ინსტრუქციები გვიდევს ჩვენს page-ზე, გადაამოწმეთ, იქაც მე ვარ, მოკლედ არ მოგაწყენთ თავს და შესაბამისად შეგიძლიათ მიყვეთ ამ ინსტრუქციებს. ფოტოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ არის აუცილებელი იაროთ ფეხ და მიხვიდეთ ATM, მაგრამ შეგიძლიათ რა თქმა უნდა და გააკეთოთ შეგიძლიათ აუცილებლად, თუმცა შეგიძლიათ ასევე Photoshop-ი გამოიყენოთ, ცოტა ფანტაზია განავრცოთ და ისე მიიღოთ მონაწილეობა ამ გათამაშებაში. გათამაშება დასრულდება 3 კვირაში და ეყოლება 2 გამარჯვებული, ერთი კრეატიული ფოტო და მეორე ჩვეულებრივი ფოტოს random გამარჯვებული. შესაბამისად $25 ანუ $50 airdrop-ი თქვენს ხელთაა. ამიტომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მეგობრებო. ჩვენი გადაცემის სპონსორი ასევე ერთ-ერთი სპონსორი არის coinmania.g, თქვენი საიმედო მეგობარი ციფრულ სამყაროში და თავისუფალ სამყაროში. შესაბამისად, რა ვიცი, შეგახსენებთ BNB-ს ბეპოც, ასევე შეგახსენებთ, რომ მულიმიტო გატანების სისტემა აქვთ, ანუ ნებისმიერ ლიმიტის თანხის გატანა შეგიძლიათ და რა ვიცი, ნახეთ, გადახედეთ ახალი დიზაინით, ახალი გეგმებით და ახალი პროექტებით coinmania. ასევე მეგობრებო, მინდოდა რამოდენიმე სიტყვა მეთქვა ჩემს წინა გადაცემასთან დაკავშირებით. არ დაგავიწყდეთ იმ API-ს გავრცელება, ასე რომ ვთქვათ, რა ვიცი, ურჩიეთ ტაქსისტებს რომ ნახონ კრიპტობაზარი, როდესაც ტაქსით იმგზავრებთ, ურჩიეთ მარშრუტის მსხლებს რომ ნახონ კრიპტობაზარი, როდესაც იმგზავრებთ და ნახონ ის აპლიკაცია შემდეგი კვირიდან, ორშაბათიდან, ერთი კვირის განმავლობაში, ანუ პარასკევამდე, ასე ვთქვათ, და შემდეგ სამშაბათამდე ჩვენ მივიღებთ ამ მსხლებს, რომლებიც ვერ გარკვევიან ამ აპში და 1 საათის განმავლობაში მაგალითად დავუთმობთ მათ დროს გადაცემის შემდგომ, ანუ 2:30-დან 3:30-მდე. შესაბამისად მეგობრებო, რა ვიცი, თქვენს დაგვეხმარეთ, მათაც დაეხმარეთ, ჩვენს დაგვეხმარეთ, რა ვიცი, ჩვენ იმ პონჩი რომ გავრცელდებით და უფრო მეც ეცოდინება კრიპტობაზარი და ამიტომ რა ვიცი, ერთ გუნდად აღვიქვათ ეს, ასე ვთქვათ, ჭალებში პროექტი. ჩვენ რამოდენიმე კიდევ რა საინტერესო ამბავს გეგმავთ, ტოკენი უკვე დასრულებულია სავაჭრო, რომელიც ჩვენს ვაჭრობაზე იქნება მიბმული და ამის შესახებ უბრალოდ სიახლეს გაგაცნობთ შემდგომ. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, რომ ამის ყიდვა ესე არ შეეძლება, წინასწარ გაგაფრთხილებთ, რომ არ იყიდოთ ეს ტოკენი, პირველად იქნება ეგეთი ჩვენი ტოკენი არ იყიდოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ადამიანებზე იქნება გათვლილი და არა ზოგადად დასალისტად და ასე შემდეგ. ამიტომ არ იყიდოთ ეს ტოკენი, უბრალოდ რა ვიცი, გაგაცნობთ ამ ტოკენის შინაარს, ამ ტოკენის იმას და ეს ექსპერიმენტი, ასე რომ ვთქვათ, თქვენთან ერთად, ასევე ჩვენ საათ მეგობართან ერთად დავტესტავთ პირდაპირ ეთერში, ლაივში და გვექნება ყოველ დღე ვაჭრობა 1 თვის განმავლობაში და თქვენც ნახავთ რა ის აქვს, ასე ვთქვათ, ექშენი და რა ამბავი აქვს ამ ყველაფერს. ახლა კი მინდა მოკლედ მივოვიხილოთ და ვნახოთ ბიტკოინთან დაკავშირებული სცენარი რა ხდება და ჩვენ რაც დავხაზეთ გუშინ ნიკასთან ერთად და ასევე გავიარეთ მასთან ერთად რამოდენიმე საკითხი. აი შეხედეთ ჩვენს სანთელს, პაწუკა სანთელს ამას აი მცირდება ჩვენი მოცულობები, რაც მე ძალიან მახარებს, ასე ვთქვათ, ეს არის ერთხიანი სანთელი. ერთხიან სანთელზე სხვათა შორის აი ეს ამბავი არც თუ ისე ცუდია, თუ კარგად დავაკვირდებით, აი ჩვენ საპორტთან არის 33273. ნახოთ ამას როგორ დატესტავს დღეს და როგორ მიყვება ამას. მოდი გადავხედოთ ახლა 4 საათიან ჩარტზე გადავიდეთ, რა ხდება, ცოტა მე კიდევ უფრო დავაჭროთ. აი შეხედეთ ტესტავს და ტესტავს. კარგია რომ მწვანე სანთელი მოაყოლა, ასე ვთქვათ, ამას, მაგრამ შეხედეთ მოცულობები დიდი აქვს 4 საათიანზე წითელს. ანუ გაყიდვებს ძალიან დიდი ის აქვს. ბევრი გამყიდველია უკაცრავად ჩვენს შემთხვევაში. ამიტომ შესაბამისად ცოტა ფრთხილად იყავით, stop loss-ებით აუცილებლად ივაჭრეთ. გუშინ მე მაგალითად stop loss-მა გამომაგდო, ოღონდ მოგებით გამოვედი, იმიტომ რომ stop loss-ი ავუწიე და საათღაც აქ უკვე მე გამოვედი stop loss-ით, იმიტომ რომ ძალიან ქვემოთ წამოვიდა ჩვენი ბიტკოინი. თუმცა როგორც ვამბობდით, აქამდე საშიში არაფერია, აი საპორტები დაიმახსოვრეთ ესენი, ვიცი და მაპატიეთ რომ აქამდე არ გამახსენდა და არ დავდე ამის სკრინი, ამას ჩამოვტვირთავ და აუცილებლად ავტვირთავ ჩვენთან და რავი, თავარ page-ზე იქნება ჩვენთან და ამ საპორტებით შეგეძლებთ ხელმძღვანელოთ. ნუ ახალ საპორტებს, რასაც დავამატებთ და რეზისტენსებს, ამას ლაივში ნახავთ ხოლმე, არ არის პრობლემა. აი ეს არის მოკლედ ჩვენი, ასე ვთქვათ, მცირე საპორტი. ამას ვნახოთ ახლა 4 საათში როგორ დატესტავს, ასევე 1 საათიანს გადავალოთ უცებ თვალი. ჯერჯერობით არ ტრენდის, ასე ვთქვათ, შემოbrunების ის არ ჩანს, თუმცა აი ამ სანთლებს ველოდებით ჩვენ. აი აქაც შეხედეთ როგორ არის მწვანე სანთელი მიაყოლა და ვნახოთ რას იზამს, მაგრამ ორი იმდენად დიდი წითელი სანთელი აქვს, ეს მწვანე სანთელი შეიძლება არც არაფერს შეიძლება რა, თითქმის არც არაფერს არ ნიშნავს, თუ ამაზე დიდი სანთელი არ მოაყოლა შემდგომ უკვე მოცულობა.
ამავდროულად სხვადასხვა ინდიკატორები, მაგალითად RSI-ც და სხვა ინდიკატორები ჯერჯერობით ესე კაფიო სიგნალს არ იძლევა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ ეს ხაზი ესე ვრცლად ჩამოყვეთა ამან, უნდა ველოდოთ დაახლოებით უკვე აი ამ ნაწილში კვეთას, სადღაც დღევანდელი დღე რო ავიღოთ, იქნება სადღაც აი აქამდე ეს იქნება სავარაუდოდ ჩვენი მოლოდინი, რომ ტრენდ ლაინი არ ჩახიოს. ტრენდ ლაინი არის ესეთი, ოღონდ ეს რა თქმა უნდა ერთხიანზეა გავლებული და შესაბამისად ტრენდ ლაინის მიუყვება ჯერჯერობით შორსაა ტრენდ ლაინიდან, ნუ აი 4 საათიანში ფაქტობრივად არც იმაშვება, არც შედის ღრუბელში, ამიტომ რა ვიცი, შეგვიძლია ჯერჯერობით დავაკვირდეთ უბრალოდ მიუყვეთ ამ ტრენდს და თუ რამე შეიძლება კაფიო სიგნალი იქნება, ჩვენგან პირველები გაიგებთ აუცილებლად ამის შესახებ და აუცილებლად დააზღვიეთ სტოპ ლოსებით. არ დაგავიწყოთ ყველა გადაცემაში ამას ვიმეორებთ. სტოპ ლოსები უნდა დააყენოთ ხოლმე, გეტყვით მარტივად. აი ხო არის აქ მაგალითად ის საფორტი. საფორტის ოდნავ ქვემოთ, საფორტთანაც უნდა დააყენოთ და საფორტის ოდნავ ქვემოთ, მაგალითად აი 34812-ზე და 35000-ზე. აი ეს ორი იქნება ამათ შუალედში გაყიდი და თუ ჩამოვარდებოდა უცებ. შემდგომი საფორტი ხო არის 34600 მაგალითად. აი ახაც უნდა დააყენოთ საფორტი და სტოპ ლოსი და აი ესე უნდა მიყვეთ ნელ-ნელა. მაგალითად თუ გაქვთ უკვე 31000-დან თუ შეხვედით და დიდ მოგებაში ხართ 36600-ზე, 36400-ზე დააყენეთ ერთი 50%-იანი გაყიდვა, მეორე 35876-ზე, მესამე დააყენეთ 25% მაგალითად, მესამე დააყენეთ. ანუ კი ოდნავ ცოტას მოიგებთ ვიდრე 36600-ზე რო გაგეყიდათ ყველა, მაგრამ ვაი და ტრენდი უცებ შეიცვალოს და არ ჩამოვიდეს იქამდე. ხო თქვენ უკვე გემში ზიხართ რა და ამიტომ ამ სტოპ ლოსებით თავს დაიწყოთ. თან მოგება, ძირითადი მოგება უნდა გაკეთოთ თავში. ანუ 50%-დან 75% და დანარჩენი მერე უნდა დაყოთ. ამიტომ მოკლედ ეს ამბავია ჩვენს ბიტკოინთან დაკავშირებით. მოცულობები ერთხიანზე მე მომწონს, მაგრამ სამაგიეროდ 1 საათიანზე და 4 საათიანზე არც თუ ისე კარგი მოცულობები გვაქვს. ზრდის კუთხით თორე ვინც შორტზე ხართ შესულები, რა ვიცი, ცოტა ხანში სავარაუდოდ გადაცემის დასრულებამდე უნდა მოგილოცოთ რაღაც საკითხები, მაგრამ ნახოთ აი შეხედეთ 15 წუთიანზე ესეთი ამბავია და რამხელა წითელი სანთელი მოყვება, ამას აი არასწორო კაცო ვინც ეს გააკეთე. კაი, მოკლედ მეგობრებო, ახლა გავიდეთ მცირე შესვენებაზე. ჩვენს დავითთან, ჩვენს საყვარელ რესპონდენტთან ერთად დავბრუნდებით. BitExchange-ის საათი დღეს გვექნება საუბარი hash-ზე, private key-ზე, public key-ზე და ვნახოთ რაში გჭირდება საერთოდ ამის ცოდნა და რაში გამოიყენება რა ფუნქციას ასრულებს hash-ი ჩვენს კრიპტო სამყაროში. დროებით.
გამარჯობა ისევ მეგობრებო, უკვე დაგიბრუნდით Bit Exchange-ის საათში და ჩვენს დავითთან ერთად, ჩვენს საყვარელ და უკვე კარგად ნაცნობ რესპონდენტთან ერთად ყოველ ხუთშაბათს გვაქვს Bit Exchange-ის საათი შეგახსენებთ და ასევე შეგახსენებთ დავითი არის იმ კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც არის საერთაშორისო 40 კომპანიას შორის, ATM კომპანიას შორის. ATM წარმოებელი. შენი ასე ვთქვათ, ქება კი ისეთი ამბავია, მაგრამ მე მისწორდება და ამიტომ მაინც ავაგრძელებ ამ ქებას ჩემო დავით. არ შეგიშლე. დავით, აი, სანამ გადავართ საქმეზე, ბარემ უკვე კითხვაა შემოსული შენთან დაკავშირებით. გამარჯობა ხალხო, სხვა კითხვებს თონიკეს სულაძე, მოკლედ, გამარჯობა დავით, კითხეთ, რამდენია განაღდების ლიმიტი აპარატით? მაგალითად, ადამიანს შეუძლია 50-60 კ გაანაღდოს? აპარატის განაღდების ლიმიტი არის 10 კ ერთ ჯერზე, ნუ რამდენიმე ჯერზე შეუძლია მივიდეს და გაანაღდოს ლარი ოღონდ ეროვნული ვალუტა. თუმცა დიდი თანხების განაღდება ერთ ჯერზე ფიზიკურად აპარატს ვერ შეეძლება, იმიტომ რომ ბანკნოტის გამცემით რაღაც მარტო გარკვეულ ოდენობას იტევს. ამიტომ 10,000 არის ლარი თითო განაღდებაზე შეზღუდვა. თუმცა რამდენჯერმე არ უშლის არავინ ხელს ამ ფული დევს შიგნით. ან შეუძლია წინასწარ ჩვენ შეგვატყობინოს თორნიკემ, ვინაიდან თორნიკე აგერ თავის სახელი გვარითაა დარეგისტრირებული, არ გვემალება, ნუ არ იქნება ალბათ პრობლემა, რომ მას დიდი ოდენობა გავუნაღდოთ, იმიტომ რომ ვიცით რომ თორნიკე რეალური პიროვნება, თუ მოვა და გაგვეცნობა, რაც KYC-ს ჩაუტარებთ, მაშინ დიდ ლიმიტებზე შეგვიძლია, ის ვთქვათ რა, გავუნაღდოთ რა. აქცია ამ კვირაში გრძელდება ისევ 2% Bitcoin Cash-ზე, Litecoin-ზე, სხვათა შორის Cash-ზე. აი დიდი თანხა თუ უნდა გაანაღდოს, ალბათ აჯობებს ამ კვირის ბოლომდე გაანაღდოს, იმიტომ რომ მე აქცია მთავრდება. 2%. დავიჯან, მოგვახსენე დღეს რაზე გვექნება ჩვენი ბაასი, რაზე გვექნება საუბარი და რატომ გვექნება მე ვისაუბროთ ამას? რატომ გვექნება საუბარი? საერთოდ რატომ ისეთი კითხვა, რატომ ვარსევთ, რატომ მოდი არ გვინდა რატომ ჩავუბრუნოთ? აი საუბრობთ რა. დღეს საუბრობთ რა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე თუ რა არის, რას ნიშნავს Bitcoin-ის ფლობა. ახლა ამის გაგრძელებაზე უნდა ვისაუბროთ, რას ნიშნავს Bitcoin-ის გადარისხვა და უფრო კონკრეტულად როგორ ფლობ Bitcoin-ს. ადრე ფსევდონიმები უწოდეთ private keys, თუმცა რეალურად ხშირად private keys-ზეც არ ვიღებთ. თანხას არამედ მივიღებ იმის სამართი არის ხოლმე private keys ორმაგი hash-ი. ეს ყველაფერი რა არის და როგორ მუშაობს საერთოდ hash-ი რა არის, ამაზე ვისაუბრებთ დღეს. მთლიანად Bitcoin-ის პროტოკოლში და კრიპტოვალუტებში ძალიან ფართოდ გამოიყენება ელიფსური კრიპტოგრაფია, ეს არის ერთი ტექნოლოგია, ელიფსური მრუდების კრიპტოგრაფია და მეორე არის ჰეშირება. ამ ორივეს დღეს შევეხებით, მოდი დავიწყოთ ჯერ ჰეშირებით. შეგვიძლია ეკრანზე გამოუშვა? აი, ჯერ არა. ჯერ არა. ოკეი. გამოშვედე კონკრეტული რაღაცა, მაგას მე დავუკვირდებით. რა არის ჰეშირება? მოგეხსენებათ მათემატიკაში და პროგრამირებაში არსებობს ასეთი რაღაცა, ქვია ფუნქცია, ხო? მაგალითად, ნავიღოთ ფუნქცია, რომელიც რიცხვს ამრავლებს 2-ზე, ხო? ეს ფუნქცია თუ ავიღებთ რიცხვს 7-ს, მოგცემს 14, იმიტომ რომ 2-ზე გაამრავლა, ხო? და თუ ვიცით რომ ამ ფუნქციის პასუხია 14, შეგვიძლია შევაბრუნოთ 2-ზე გავყოთ და მივიღოთ 7. ეს არის ჩვენი შებრუნებადი ფუნქცია, ანუ შეგვიძლია შედეგი ავიღოთ და გავიგოთ შემავალი. ანუ შეგვიძლია გამომავლის მიხედვით მივხვდეთ რა არის შემავალი. ამ მოხსნათ მარტივი განტოლება, ხო? x უდრის 14 გაყოფილი 2-ზე, ანუ x უდრის 2. 7. x უდრის 7. აქ უნდა დაიდოს მუსიკა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ავთო ჩვენ შეიძლება გვჭირდებოდეს რომ პირიქით ფუნქცია ისე გარდაქმნიდეს შემავალ მონაცემს, რომ გამომავალი მონაცემიდან ვერ მივხვდეთ რა იყო შემავალი. ანუ თუ ავიღებთ მაგალითად იგივე რიცხვ 7-ს და გავატარებთ ამ ფუნქციაში მოგვცეს პასუხი, რომლის მიხედვითაც ვერასდროს ვერ გავიგებთ რომ შემავალი იყო 7. თუმცა ვინმე თუ გვეტყვის რომ შემავალი იყო 7-ო, კიდევ ერთხელ 7-ს ჩავუტარებთ ამ ფუნქციას, მივიღებთ იგივე შედეგს, შევადარებთ და მივხვდებით რომ მართლაზე შემავალი იყო 7. ასეთ ფუნქციებს ქვია შეუქცევადი ფუნქცია, ანუ ცალმხრივი რაც რამდენი სწორი იქნება ცალმხრივი, თუმცა ცალმხრივი შეგვიძლია უწოდოთ ცალმხრივი ფუნქცია. შეუქცევადი ფუნქცია უფრო სწორი იქნება. ხომ შეუქცევადი ფუნქცია, რომლის შექცევაც ვერ ხერხდება. და ერთადერთი ვარიანტი რომ გავიგოთ რა იყო შემავალი, არის რომ ყველა შეეძლო ვარიანტი ვცადოთ. ნუ, ახლა შეუქცევადი ფუნქციის მაგალითები საერთოდ როგორ მუშაობენ კონკრეტულად შიგნიდან ეს ღრმა თემა, თუმცა მარტივად, აი მაგალითი შედარებით
ესე იგი შეუცვლელი ფუნქციები, მოკლედ არის ის ფუნქციები, რომლითაც ვერ გავიგებთ იმ პარამეტრს, რომელსაც შედეგიდან ვერ ამოვართ. კი ბატონო. ეგ განსაზღვრავს ფუნქცია რასაც დაგვიბრუნებს, ფუნქცია რაღაცას რო გვიბრუნებს, ვიცით ფუნქცია როგორ მუშაობს, ვიცით რას გვიბრუნებს, მაგრამ რა შევიდა შეგინთ იმას ვერ ხვდებით რა. ან სამხრივი არის. ნუ მათემატიკაში აი ხა სკოლის პროგრამიდან ყველაზე მსგავსი რაც შეიძლება მოვიფიქროთ არის სინუს ალფა, ხომ პერიოდული ფუნქცია არის. ნუ შეგვიძლია აქედან მივხვდეთ რომ რიცხვი არის რაღაცის ჯერადი, მაგრამ ზუსტად რა რიცხვი იყო შემავალი შედეგით, მაგალითად 1 თუ არის შედეგი, არ გვეცოდინება ზუსტად რა რიცხვი იყო იმიტომ რომ ფუნქცია არის პერიოდული. ნუ ჰეშირება პერიოდულიც არა, ანუ ჰეშირება აბსოლუტურად საერთოდ ვერ გავარტყავთ რა იყო, რა შევიდა. უბრალოდ ვიცით გავამავალი და მომდევნჯერ როცა გვეტყვის ვიღაც რა აბა შეამოწმე ეს შემავალი იგივე გამომავალს გაძლევს თორე კიო ესაც შეიძლება გამოვიყენოთ ნუ მაგალითად კრიპტოს თავი რო დავანებოთ პაროლი რო შეგყავს საიტზე ავთო საიტმა პაროლი როგორ უნდა შეინახოს შენი პაროლი უბრალოდ მონაცემთა ბაზაში ჩაწეროს მაგალითად შენი პაროლი რაღაცა გირჩი ყველაზე კარგი ტელევიზია არის გადამოვათ შენი პაროლი აი ადგეს და ჩვენმა იმეილების საიტმა, რომელზეც შენ დარეგისტრირდი, უბრალოდ შეინახოს გირჩი ყველაზე კარგი ტელევიზია, ესე შიშველი. ვიღაცამ რომ დავქაკოს და რო აიღოს ეს პაროლი, ხო, შეიძლება რომ შენ ავთო ეს პაროლი გეყენოს არა მარტო იმეილზე, არამედ Facebook-ზე. შეიძლება გეყენოს WhatsApp-ზე. და მე ავტომატურად ანუ იმათ პაროლსაც მოიპოვებს, ხო? ამის ალტერნატივა არის რომ შენი პაროლი გირჩი ყველაზე კარგი ტელევიზია გავატაროთ hash-ში და hash-ი უკვე შევინახოთ მონაცემთა ბაზაში. ჰაკერმა თუ ასე ვთქვათ, ეგ პაროლი რაღაც ხუთში ჩავდოთ, შევფუთოთ და ისე შევინახოთ. ხო, უბრალოდ შეფუთული შეიძლება გადმოფუთო და იმას ვეღარ გადმოფუთო. კი. ანუ დაამახინჯებ რა, ჩათვალე ამახინჯებ. ამ პაროლს, რაც მიიღე hash-ი, რაც გაურკვეველი მიმდევრობა, ხო, hash-ი გამოვა, რაც გაურკვეველი მიმდევრობა სიტყვები, ასოების და ციფრების, რაღაცა string-ი, ხო? String-ი ქვია ინგლისურად ამას. String-ი. ამ string-ს ვინახავთ მონაცემთა ბაზაში. მომდევნჯერ შევცდილობ საიტზე ლოგინი გააკეთო, შეიყვან შენ პაროლს. გირჩი ყველაზე კარგი ტელევიზია, ეს პაროლი არც და შეინახა საიტმა, უბრალოდ hash-ირება გაუკეთა და ეს hash-ი უკვე წინაზე შეყვანილ hash-ს შეადარე. თუ ემთხვევა, ესე იგი სწორი პაროლი შეიყვანა, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა სიტყვის ან შემავალი მონაცემის hash-ი ერთმანეთს რო დაემთხვეს, მაგის შანსი არის აბსოლუტურად 1/4 მილიონთან ძალიან მცირე არის. ნიშნავენია ვიცით რომ არსებობს სხვა hash-ირების ალგორითმები არის SHA-1, SHA-256, RIPEMD 160 და ასე შემდეგ. ესენი განსხვავდებიან იმით როგორ მუშაობენ, ანუ ზუსტად როგორ მუშაობენ შეგინდან, მაგრამ ყველა იძლევა hash-ს. თუ ვიცით რომ ჩვენი საიტი SHA-256 hash-ებს ინახავს, პაროლი შეიყვანა ჩვენმა ავთომ გავატარებთ კიდევ ერთხელ ამ hash-ი, დაემთხო პაროლი, სწორი პაროლი, არ დაემთხო პაროლი, არასწორი პაროლი, ჰაკერი თუ დავქაკავს, იპოვის მარტო hash-ს. და იმ hash-დან რომ აღადგინოს ავთოს პაროლი, მაშინ ყველა შესაძლო კომბინაცია უნდა გაატაროს hash-ი, უნდა სცადოს, დაემთხო თუ არ დაემთხო და ნუ აი ესეთი ის არის რა. სხვა შორის მსგავსი ამოცანა გამოიყენა, მსგავსი კონცეფცია გამოიყენა ბიტკოინის მაინინგში, რო თქვით უაზროდ რთულ ამოცანებს ხსნიან მაინერები, რომ დაამტკიცონ, რომ არ უგირთ Excel-ში სისურველი შეტანა მეთქი. ზუსტად რომ hash-ის brute force ქვია ამას, რაც პროცესს აღწერე. hash-ის brute force აკეთებენ. მათ 14 დღეში ერთხელ ბიტკოინის ქსელი არეგულირებს მაინინგის სირთულეს. იტყვის რამდენ ციფრიანი თუ რამდენ ასოიანი შედეგი უნდა იყოს, რამდენ ასოზე უფრო პატარა hash-ი უნდა იპოვონ მაინერებმა, რაც უფრო პატარა hash-ი, მით უფრო რთულია იპოვო რაღაცა, რაც დააკმაყოფილებს, რაც იმაზე პატარა შედეგს მოგცემს. და ნუ მაინერები აი ესე ყველა კომბინაციას ცდილობენ, მაინერი მეცეთ კი არაფერს არ აკეთებს. SHA-256 hash-ის brute force აკეთებს. და როცა დაემთხვა ეს hash-ი, უბრალოდ nonce ქვია იმას, რაც გარკვეული მონაცემის nonce ინკრემენტირებას აკეთებ და მაგას უკვე მნიშვნელობა არ აქვს დეტალურად. როცა იპოვის inputs, რომელიც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს 14 დღეში ერთხელ კოლექტიურად დადგენილ კრიტერიუმს, მაშინ მაინინგი შედგება. მაინინგის გარდა ბევრ ადგილას გამოიყენება hash-ი და ამას ახლა ჩაურმავდებით ჩვენ. მოდი მანამდე ვისაუბროთ, აი რო ვთქვით, ფსევდონიმი იღებს coin-ებს, რა.
კი, თან ჰეშის გაკეთება და დაჰეშვა თვითონაც რო შეუძლიათ, ეგეც თვითონ ვის გულისხმობ? ანუ მაგალითად private keys ან რამეს როცა ინახავენ, თვითონაც შეუძლიათ რომ ეს დაშიფრონ, ასე ვთქვათ და ნუ მაგას ახლა დაუბრუნდებით. ახლა მაგაზე ვისაუბრებთ. ახლა რა არის private key და public key? ჩვენ ადრე დავარქვით ავტო ფსევდონიმი, შენ ფსევდონიმზე იღებ ბიტკოინებს მეთქი. ნუ არსებობს ესეთი მეორე კონცეფცია, ჰეშთან პირდაპირ კავშირი არ აქვს, არის ელიფსური მრუდების კრიპტოგრაფია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ იქონიოთ გასაღებების ორი წყვილი, პირადი და საჯარო გასაღები. და ჩვენი საჯარო გასაღები გამოიყენო, ჩემი საჯარო გასაღები გამოიყენო შენ იმაში, რომ დაშიფრო რაღაცა ტექსტი და მარტო მე შევძლებ ჩემი პირადი გასაღებით გავაკო. საჯარო გასაღები გამზადდება პირადი გასაღების, რომელიც არის შემთხვევითი რიცხვების კომბინაცია, რაც კიდე იმას არჩევ, ელიფსურ მრუდებზე გამრავლება ქვია, ელიფსური გამრავლება ქვია ფუნქციას. ელიფსური გამრავლებით გენერატორის მუდმივ მნიშვნელობაზე ამრავლებ და იღებ public key საჯარო გასაღებს. შენ პირადი გასაღები ასევე საშუალებას გაძლევს, რომ ხელი მოაწერო შენ საჯარო გასაღებს ისე რომ არ გაამჟღავნო შენი პირადი გასაღები. ანუ ეს საშუალებას გაძლევს, რომ შენ საჯარო გახადო, შენ საჯარო გასაღები ყველა მიცოდეს და შენ დაადასტურო, რომ შენ ხარ ამის მფლობელი იმითი, რომ შენ მოაწერე ამას ხელი. ანუ მაგალითად საჯარო გასაღებზე რომ მე მაქვს ხელი მოწერილი ბჭყალებში, ის ჩემი ხელმოწერა ბჭყალებში private key არ ჩანს, მაგრამ ის რომ ვიღაცამ გაიგოს, რომ ეს საჯარო გასაღები, ის საჯარო გასაღებია, რომელზეც მე მოვაწერე ხელი, ამას განსაზღვრავს ის ჩემი private key. Okay. კი, დაახლოებით ასეა. ცოტა რომ ეს პირველი გადარიცხვები ბიტკოინის როგორ მუშაობდა. პირველი გადარიცხვები ბიტკოინის შედგებოდა ასეთი რაღაცისგან. ბიტკოინი საერთოდ ხელს არ იცვლის, ანუ ბიტკოინი არსად არ მიდის და არ მოდის. ბიტკოინის ასე ვთქვათ, ვირტუალურად ხდება გაღება და ჩაკეტვა. და გასაღები ვის აქვს, ამაზეა საუბარი რა. ან ბიტკოინის მფლობელის შესვლა ნიშნავს, რომ ის, ვისაც შეუძლია ამ ბიტკოინის გაღება, ასე ვთქვათ, ეს პიროვნება იცვლება. სატოშიმ პირველი გადარიცხვები რომ გააკეთა, თავიდან როგორც იღებდა პირველ ტრანზაქციებს მაინინგის rewards, ხო? Coinbase-ებიდან. პირველად half-inis როგორც გადაურიცხა ბიტკოინი. ეს ხდებოდა P2 PK პრინციპით. P არის payment, გადახდა PK არის public key. Payment to public key პრინციპით ხდებოდა გადარიცვა. ეს რას ნიშნავს? ანუ სატოში იღებდა, ესე იგი, ბიტკოინს მე მოდი ბიტკოინ სკრიპტინგის ხსენების გარეშე ვცადოთ ამის ახსნა. არა უშავს, თან კითხვები წამოვა, კითხვებსაც თუ ვინმეს კითხვა აქვს, ეხლა ალბათ შეგვიძლია დაცვან, მაგრამ კარგი დროა. ესე იგი, როგორ მუშაობდა თავიდან ეს გადარიცხვები, რომ რეალურად რას ეუბნები, მოდი ასე ვთქვათ, ბიტკოინის კლიენტ, ბიტკოინის ქსელს რას ვეუბნებით, მოდი ქართულენაზე ვთქვათ. აი ეს არის UTX, ჯერ ისე UTX-ს უნდა შევხვდე. ის რა არის კონცეფციები ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ერთის ახსნის გარეშე მეორე დავიწყოთ და მე ჩავყვეთ ნენა. მოდი დავიწყოთ რა არის ესე იგი, რო ვთქვით რომ ბიტკოინი არის locked და მე unlocks უკეთებ რა. Locked ბიტკოინი რა არის? Locked ბიტკოინი არის UTX, unsigned transaction output. ან ხელმოუწერელი ტრანზაქციის output-ი, ტრანზაქციის გამომავალი. ეს რას ნიშნავს? ყველა ტრანზაქციას აქვს თავისი TX ID. TX ID არის ჰეშირება რო გავაკეთოთ მთლიანი ტრანზაქცია. როგორც ჩაიწერა ბლოკჩეინში, იმის ჰეშირება რო გავაკეთოთ, სხვა შორის ეს ჰეშები მე შედის ჰეშების ხეში Merkle tree ქვია, მაგრამ ამას მომდევნო გამოშვებაში შევეხებით. ესა TX ID, აი ბლოკჩეინ ინფოდეს რაც შეგიძლიათ ჩაწეროთ რომ მოიძებნოთ. და მაგალითად ჩვენ რო გადმომინის სხემა ბიტკოინი, ეს ტრანზაქცია რო შევიდე ბლოკჩეინში, ამას აქვს თავისი TX ID და ჩვენ რო გადმომინის სხემა ბიტკოინი, დავუშვათ მთლიანი ერთი ბიტკოინი, რაც იყო გადმომინის სხემა. შენ UTX-ო გამოიყენე ამ გადმორიცხვაში, მეც რომ მივიღე ეს UTX-ო უკვე, UTX-ო აღარა, საინინგი მოახდინე. კი. ეხლა UTX-ო მაქვს მე, UTX-ოს როგორ აღნიშნავთ? TX ID-ს
და v-out არის TX ID სექციოს მომხმარებლებს კარგად ეცოდინებათ, იმიტომ რომ აი airdrop-ში რო უწევთ მონაწილეობის მიღება, financial რო შევლენ ზემოთ დაწერა TX ID და იმას თხოვენ ხოლმე რომ აი ეგ ჩამიწერე რომ ეგ შენია და იმით ამოწმებენ მე რა გადაიხადა არ იყიდა არ იყიდა და ასე შემდეგ. კი, ამიტომ ეგ მაგაზე არის იმას იქნება რომ მაგას მიხვდებიან შვენიერი იმას იზამენ. TX ID და UTX ესე იგი შედგება TX ID-ს და v-out-ისგან. v-out ეს არის თუ არ ვცდები 4 ბიტიანი 4 ბაიტიანი ინტეჯერი 4 ბაიტიანი რიცხვი, რომელიც აღნიშნავს იმას თუ UTX გადარიცხვის ხო რამდენიმე შედეგი შეიძლება ქონდეს რამდენიმე გამომავალი. რომელ გამომავალზე ვსაუბრობთ? ან TX ID შენ რომ გამომირიცხა, ამას მაგალითად თუ მთლიანად გამომირიცხა ერთი გამომავალი და v-out-ი იქნება ბავშვით პირველი. თუ მე გამომირიცხა და ნაშთი წავიდე შენ მოვეროლეცი აქვს ორი output-ი და ორი UTX-ი შეიძლება აქ იქნება აქედან ერთი იქნება v დავუშვათ ერთი მეორე იქნება v დავუშვათ ორი ან არ ვიცი point 0-დან იწყება ახლა იქ v0 და v1 don't call და UTX-ო მაინც კიდე რო შევახსენოთ რამოდენიმე ადამიანი შემოგვიერთდა და მაინც რო შევახსენოთ კიდევ ერთხელ ესე იგი რას ნიშნავს unsigned transaction output ან unspent transaction output ორივე შეიძლება მოუწერელი ტრანზაქციის გამომავალი ეს არის Bitcoin-ი რომელიც ხარჯოთ შეგვიძლია ანუ რეალურად არანაირი ბალანსი არ არსებობს. Bitcoin-ში საერთოდ ბალანსი არის, აი ადამიანმა მარტივად რო გაიგო რაღაცა მაგისთვის მოფიქრებული, თორე რეალურად შენ გაქვს კოლექცია UTX-ების, რომლებზეც შეგიძლია შენ მოაწერო ხელი. Okay. ეხლა შენ რო გააკეთე ჩემთან გადმოირცხო, ჩვენ იმას არ შევღმოდით, შენ რო UTX-ო გამოიყენე, ის UTX-ი მოვიდა, მაგრამ ნუ ეს ანუ ჯაჭვი ხდება ამ ყველაფრის, ანუ ის UTX-ო გახდა. Spent UTX-ო აღარაა, გამოვიდა აქედან ერთი UTX-ო, კი ბატონ signing გააკეთე, ხა ეს signing-ი როგორ ხდება? თავიდან პირველი გადარიცხვები რო ვახსენე P2P payment to private to public key. ეს რას ნიშნავს? რომ შენ სატოში მაგალითად პირველი აი 2010 წელს ადამიანები რო რიცხავდნენ Bitcoin-ს ირიცხებოდა ეს public key-ზე პირდაპირ. ანუ აი ხო გაქვს private key და public key. პირდაპირ private key-ზე ირიცხებოდა. და შენ რო გამოგეყენებინა ეს, უბრალოდ უნდა მიგეწოდებინე ხელმოწერა ამ public keys და ამას მე გამოიყენებდი როგორც გინდოდა. ახლა შემდგომში გააწყვიტეს რომ კიდე ერთი ფენა რო დავამატოთ დაცულობის, მოდი შენი საჯარო ხელმოწერა საერთოდ არ გაახმაურო შენ. ანუ შენ უნდა გადმომირიცხო მე მე უნდა გადმომირიცხო ეს, მაგრამ თუ ჩემ საჯარო ხელმოწერას არ ვახმაურებ, საერთოდ როგორ უნდა მივხვდეთ რომ მე გადმომირიცხე. შენ შეგიძლია აიღო, მე შემიძლია შენ მოგაწოდო ჰეში ჩემი საჯარო ხელმოწერის, შენ გადმომირიცხო ჰეშზე და მარტო როცა მე გახარჯვას გადავწყვეტ, მაშინ მივაწვდი უკვე Excel-ს ჰეშსაც, ანუ ადრესსაც, რომელზეც მივიღე, მივაწვდი ამ ადრესთან ერთად უკვე ჩემ public keys და მივაწვდი ხელმოწერასაც. და ეს გვიმატებს რას, რომ გარდა იმისა, რომ რო დაჰაკო Bitcoin და ეს Bitcoin-ი, ჩემი Bitcoin-ი რომ მოიპოვო, გარდა იმისა, რომ უნდა შეძლო რამენაირად და public-დან აღადგინო private key, რაც ელიფსური კრიპტოგრაფიის გადახდას გულისხმობს, უნდა შეაბრუნო ასევე ჰეშირება. რეალურად იყენებენ ორ ჰეშირებას, ერთი მეორის მიმდევრობით, SHA-256 და 256 და RIP-MD. ამას ერთად ეწოდება HESH-156 თუ არ ვცდები, ხო, HESH-156, SHA-256 და RIP-MD 156-ია. ხო, ტერმინებს ახლა იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ოკეი, ახლა თვითონ Bitcoin-ის კვანძები, ნოუდები. როგორ აკეთებენ ამ ყველაფრის ვალიდაციას? Bitcoin-ის კვანძები მუშაობენ პროგრამირების ასეთ ენაზე, მათ ესმით ერთი ენა, რომელსაც ქვია scripting-ი, Bitcoin-ის scripting-ი. ეს ენა აკეთებს მარტივი ინსტრუქციების ინტერპრეტაციას, რომლებიც მიეწოდება დასტით. აი მაგალითად რიცხვი, ინსტრუქცია. მაგალითად ინსტრუქცია არის, ავიღეთ ეს კარტები არის, წარმოიდგინეთ, მაგალითად შეიძლება ინსტრუქცია იყოს. ბოლო რიცხვი აიღე 2-ზე გაამრავლე. ოკეი, წავიკითხეთ ეს ინსტრუქცია, ამის კომენტებს რიცხვი 1 ცალი 2-ზე გავამრავლეთ, არის 2. ეს 2 კარტი ხო ავიღეთ, დავდეთ 2 ამის შედეგად. რა ესეთი ინსტრუქციები არის Bitcoin-ის ამ დასტაში, რომელსაც ქვია stack. ოკეი.
სტაკისთვის აი ამ ენაზე, აი ეს ტრანზაქცია გამოისახება payment to public key hash P2PKH ტრანზაქცია გამოისახება როგორც შემდეგი შეგიძლია გამოიტანო ეკრანზე, რაც კი, შეგვიძლია ვნახოთ ეკრანზე, მაგალითად როგორი ფორმის არის, ასე ვთქვათ, წაიგეთ შეგიძლია მარცხნიდან მარჯვნივ და განვიხილოთ მოდი ერთად. მოდი გავყვეთ თან და იყოს ბარემ დავტოვოთ ეს და op ნიშნავს op codes, ოპერაციულ კოდს. ესე იგი, მარცხნიდან რო წავიკითხოთ, signature პირველი არის. კი ბატონო, signature. ჩვეულებრივად ჩასმული. მე არის pub key, ანუ public key. მე op dab, op dab ნიშნავს დუპლიკატი გააკეთე, განვაგრძოთ. მე არის op hash. კი ბატონო. და 160. op hash 160 ერთად არის და მე რა არის? op public key hash. კი ბატონო. მომდევნო ინსტრუქცია რა არის? op equal verify და op check signature. op check signature. ესე იგი ეს რას აკეთებს რომ მივყვეთ. ამ სკრიპტმა ესე იგი ვიწყებთ შესრულებას მარცხნიდან მარჯვნივ. პირველი რასაც რა op კოდის ვნახეთ, ნუ ჯერ რიცხვები მოდის დავუშვათ public key, hash, signature, public key, მე hash, ანუ ადრესი რომელიც მიღებული იყო, აქამდე სხვათა შორის public key არ გაქვს დაფიქსირებული. პირველად და როცა სახალხო გახდა შენი public key, აქამდე ვერავინ ვერ მიხვდება შენ public key-ს, იმიტომ რომ ორმაგი hash-ირებით იყო დაცული და მარტო აი მომდევნოჯერ მისამართი რასაც ცნობილი, მარტო ის მისამართი იყო საჯარო ცნობილი. ესე იგი, პირველი op კოდი არის დუპლიკატი. დუპლიკატის მარცხნივ რა უწერია? public key. Public key-ის დუპლიკატი გავიქეთ. ან public key ავიღეთ, ზემოდან კიდე ერთი ეგეთი დავიდეთ. ან copy paste-ი გავიქეთ. ახლა ორი public key ერთი მეორის მიმდევრობითაა. მომდევნო ინსტრუქცია რა არის? მომდევნო ინსტრუქცია არის op hash 160. ოკეი, ორი public key ხო გვიდევს? ერთი ავიღეთ და hash 160 გავიქეთ. ანუ ჯერ შავრეს 56 მე ripmd, რაც მივიღეთ დავადეთ უკან. ოკეი, ეხლა გვაქვს ესე იგი დასტაზე. Public key, მე hash-ი და მე მეორე hash-ი, ანუ ესე იგი ერთი hash-ია რომელსაც ვებინოთ რა ეგაა ჩემი ადრესი, მეორე რომელიც ამ წუთას მივიღეთ. ამ წუთას მივიღეთ ჩვენი ხელით. შემოწმების შედეგად, რომ აი ეს public key თუ გააკეთებს იგივე hash-ო და ახლა მომდევნო ინსტრუქცია რა არის? op equal copy. ჯერ equal verify და public key hash-ი. op equal verify აიღებს თავის ქვემოთ რაც დევს ორი ცალი. იმას შეადარებს ერთმანეთს. ესე იგი ორი hash-ი დევს. ერთი არის ადრესი რომელიც ბიტკოინები რომელსაც ხარჯავ იყო მიღებული. მეორე არის ამ წუთას შენი public key-დან გენერირებული hash-ით მიღებული ადრესი. ამას შეადარებს. თუ ერთმანეთს არ ემთხვევა false დააბრუნებს და პროგრამის შესრულება შეწყდება, თუ შესრულდა truth დააბრუნებს და მომდევნოზე გადავა ყველაფერი. მომდევნო რა არის? op check signature. check signature. ესე იგი ამ წუთას ყველაფერი უკვე წავიდა, დარჩა მარტო დასწრიში რით იწყებოდა შემახსენე? signature და მე public key. კი, მე public. იმიტომ რომ public key-ის დუპლიკატი გავაკეთეთ, მაგისო ერთი ცალი აი ბოლოსთვის მოგვეტოვებინა. ეხლა ეს ოპერაცია შეადარებს კრიპტოგრაფიულად დარწმუნება, როგორ არ გვინდა ამის განხილვა, დარწმუნდება, რომ აი ეს public key არის აი სწორედ არის აი ეს ხელმოწერა შეესაბამება ამ public key-ს. ანუ ეს public key არის ის public key, რომელიც ხელმოწერაც არის ეს, კი ბატონო. და ამით ესე იგი ქსელი მიხვდა რას? რომ შენ იცი public key, რომელსაც შეესაბამება ადრესი, რომელსაც მიღებული იყო წინა payment-ი UTXO. ამას ჩვენ ასევე წინ UTXO დავურთეთ, რომელიც გამოყენებასაც ჩვენ ვცდილობ. კი ბატონო. ქსელი დარწმუნდა, რომ UTXO არის ნამდვილად შენი და ქსელი დარწმუნდა, რომ signature-ი არის ნამდვილად სწორი. ის signature რომელიც მე მაქვს. კი ბატონო. ანუ ამ public keys და ანუ ამ გარდა ამის, ანუ იგივე public key რომელმაც ეს ადრესი დააგენერირა, ამ public key შენ შეგიძლია ხელმოწერა. ანუ შენ დაადასტურე ამ UTXO-ს, რომელიც გახარჯვასაც ცდილობ, ფლობ შენ. ამას ესე იგი დაურთავ შენ. ანუ ეხა ეს რო შესრულდა ეს რატო შესრულდა? წინა UTXO, ეს UTXO რომელიც გახარჯვასაც ცდილობდი, აი ეს წინა აი ამ სკრიპტის ბოლო ნაწილი რა
იმ UTX-ს ქონდა დართული. ეს არის log script-ი, სკრიპტი, რომელმაც ჩაკეტა. კი ბატონო. აი ეს პირველი ორიო კომპონენტი, ნახე, signature და public-ი. კი. ეს შენ შეუგდე. ანუ მთელი ეს დრო ბიტკოინები იყო ჩაკეტილი აი ამ პირობით. აიცი რა ადგილიდან წაიკითხე? ოპკოდები რითიც იწყება რა op hash 160 მერე public-ი op dap ჯერ არის მერე op duplicate მერე hash 160 მერე compare და მერე equal verify ვერიფიკაცია და მერე არის check signature ანუ მთელი ეს დრო აი ამ პირობებით იყო ჩაკეტილი UTX-ო ეს იყო ლოქი რომელიც დაადო წინა გადმომრისხავმა UTX-ოს და შენ unlock script-ი გააკეთე unlock script-ი გავუშვი აი ეს პირველი ორი კომპონენტი რომ მიაწოდე რომელიც იყო public key და signature ამან unlock-ი გაუკეთა და ეს შესრულდა და ეხლა შენ იგივენაირ ლოქის პირობას დაადებ და დალოქავ ისე რომ სხვამ უკვე მიუთითებ ხვის ჰეშის იმას რა ქვია ქის მივხვდი აი შენ ამას დაურთავ აი ეს unlock-ი ხო გაკეთდა შენ დაურთავ ასევე კოდს იმას რა ქვია შენ ასევე დაურთავ ამას ლოქი რო გააკეთო ჰეშს მისამართს მიმღები მისამართს და იგივენაირ იმას რა ქვია op duplicate op equal compare op duplicate hash 160 op equal compare და op check signature აი მას დაურთავ და დაურთავ ასევე იმას რა ქვია ჰეშს იმ ადამიანის public keys, რომელსაც ურიცხა, ანუ ადრესი. Public keys hash-ი არის Bitcoin-ის ადრესი. ასე გააკეთე შენ გადარიცხვა. რამდენი გასაგებად ახსენეთ, რომ რთული რაღაცაა. ჩემთვის გასაგებად, მაგრამ აი კითხვები თუ ექნებათ, რა ვიცი, გავიაროთ, აი ეგ თუნდაც unauthorized ის რა output-ი რაც იყო, თუნდაც მაგასთან დაკავშირებით, ანუ არის ხელმოუწერელი. ხო, ხელმოუწერელი ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ output-ს. კი, ახლა კი. აი ხა გახარჯვა რომ მოვახერხეთ, ხელი მოვაწერეთ output-ს. სანამ გახარჯვა output-ი გაქრა სპეციალური მონაცემთა ბაზა ყველა full nodes, რაც ინახება UTX-ები, აი blockchain სკანირებას რო გააკეთე, პირველად რო დაასინქრონიზებ, ყველა UTX-ი იქ ინახება, როცა გახარჯვა მოხდა, იმ UTX-დან გადააგდებ და ამ ტრანზაქციის output-ი რაც იყო, იმ UTX-ს შიგნით ჩააბრუნა. მივხვდი? კი, მივხვდი. და ამ ჰეშების ამბავსაც ვამუღამებ და ძალიან მომწონს რა ეგ თემა. ცოტა რთული თემაა ზოგადადაც ისედაც. ისედაც რთული თემა ხა ჰეშის კრიპტოგრაფიის დაშიფრვის ფუნქციის და ამ ნაწილებში ხო შეგნელობას არ შევხედოთ უბრალოდ ზოგადად გარედან თქვით რა როგორ მუშაობს რა. ანუ რეალურად შავკუთად დავტოვეთ შიგნით როგორც არ უნდა მუშაობდეს გარედან. ნუ პრინციპში სწორი არის ამ გადაცემის scope, ქართულ scope როგორ არის. ხო, ის მოკლედ კონტენტი ასე ვთქვათ. კონტექსტი კონტექსტის ჩარჩო ხო ამ გადაცემის ჩარჩოს ხდება ეს ისე მსხვენია ხომ ინგლისური სიტყვებით რომ საუბრობ ხოლმე მაინც ეროვნული გაციებული სიტყვები არა უშავს კაცო დიდი ამბავია ხა მთელი ისინი თავისუფლად ცხოვრება სხვადასხვაენებს ხმარობდნენ დიდი ამბავია კომპლექსია ჩემი გადმოსახედიდან არანაირი პრობლემა არაა ეგ შეიძლება. როცა რაღაცა სიტყვა არის შემოტანილი ინგლისურიდან, შეიძლება პირდაპირ ქართულად ინგლისურენოვანი ტერმინი დაუძახო, რა ვიცი ახლა. მე მაგალითად ძალიან გამიწოდა, რომ საქართველოს ერქვა უცხოურ ენაზე და არ გადამითარგმნა. რა ვიცი. ხო, აი ლიტვამ ტროჭილიეტუას ვეძახით ხო. ეგეთი ამბავია ინგლისურთან დაკავშირებით. თუ მოიფიქრეს ტიპებმა რაღაცა და არა გვაქვს, ხაი შენს ხო იცი რომ არა გვაქვს ძალიან ბევრი ინგლისური ტერმინის შესატყვისი. ნუ აი საკმარისად ბევრს თუ ისაუბრებთ ამ ყველაფერზე, მე შეიძლება ხალხმა დაიწყოს წიგნების სამეცნიერო ნაშრომების ერა ქართულად და მე შეიძლება ტერმინოლოგია გაჩნდეს ხო. აი, მაგას მანამდე რა ვიცი დღემდელი აუზრობინი ხარ რაზვალი უნდა უთხრა პატშიპნიკის სიტყვა საკის არის მაგირო და ასე შემდეგ და ნუ ეს ყველაფერი არაა კარგი. მაგრამ მოდი ახლა ამას practical implications შევხედოთ რა. ესე იგი, როცა ტრანზაქცია გავაკეთეთ, შენ ხო გამოაჩინე შენი public key. კი. და ჩვენ თქვით რომ public keys რო არ ვაჩენთ, ესა დაცვის კიდე ერთი ფენა. ამიტომ ნაშთი იგივე ადრესი არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ ერთხელ უკვე გამოჩენილია public key. მაგრამ ბევრი ეგეთ რაღაც სისურველეს აკეთებს რა. და იღებს იგივე ადრესზე ნაშთს. სხვა შორის ამაში აი არის კომპანიები რა, მგონი საქართველოს არის კომპანია, რომელიც ეს რაღაც საკეთებს რა. ნაშთს იღებს, ხურდას იღებს თავის ადრესზე. მე ვიცი, რომელზეც ამბობ გონი.
მგონი რამდენიმეზე ვამბობ, ბევრი კომპანია რომელიც ეგეთ რაღაცას აკეთებს, ეს ძალიან არაკარგი რაღაცა არის, ანუ იმისთვის არის. სამაგეროთ ჩვენგან რო გაირკვევიან ახლა მაყურებლები ამ ჰეშთან დაკავშირებით როგორ მოქმედებს, მინიმუმ ბაზისებს გაიგო, მინიმუმ კითხვები გაუშვებათ, აი კითხვები წამოუვათ. არ არის პრობლემა პირველივე გადაცემაში რამეს მიხვდეთ, მაგაზე არ მოდი აი კითხვები თქვა, ხედავთ თუ კითხვები არ ექნებათ, ან თუ როცა უპასუხოთ კითხვებს იერარქიულ დეტერმინისტულ ვარიანტებზე გადავიდეთ და ერთ-ერთ ვარიანტზე თუ რატო შეიძლება ჯერჯერობით კითხვები არ არის, ამდენმე კითხვა იყო, გაგების დონეზე გავიგეთო, ამიტომ გადავიდეთ ახლა, იმიტომ რომ ჩვენც მერე უკვე უნდა წავიდეთ დასასრულისკენ დღევანდელ დღეს. ესე მარი გადის დრო, ესე ჩვენს მაყურებელთან და ყოველთვის მარი. მეც ეგრე ვარ ხოლმე რა. მეც ვერ ვამჩნევი. ოკეი, მომდევნო ესე იგი. ჩვენ ვთქვით ახლა რომ უნდა მივიღოთ ყველა ხუდა, ან ყველა ტრანზაქცია ახალ ადრესებზე, ასე ვთქვათ. ну ზოგ სიტყვა ადრესიც არ მოსწონს, Bitcoin-ის invoice ეძახის ამას. ну ეს ისეთი საკითხი არის. ოკეი, არა აქვს მნიშვნელობა მაგას დიდი ახლა. ჩვენთვის თავარიაში სამაგიეროდ რო დავაგენ, ესე იგი, ამისთვის ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გქონდეს ბევრი private key, რო ბევრი public key დავაგენერიროთ. ხო, მაგრამ ბევრი private key-ის შენახვა უფრო რთულია, ხვდები? სხვა შორის ეს რას გვაძლევს, რის საშუალებას გვაძლევს, მაშინ ახლა ვიტყვი რა, cold storage, ცივად შენახვა coin-ების რა. ანუ შენ ტრანზაქცია გააკეთო. არა აუცილებელი ინტერნეტთან იყოს კავშირზე კომპიუტერი, რომელზეც შენი private key არის შენახული. უბრალოდ signing-ს გააკეთებ ტრანზაქციის იქ და უკვე დასაინებულს ხელმოწერილს წამოიღებ იმ კომპიუტერიდან. ხო, private key არასდროს არ დატოვებს იმას რა ქვია. არასდროს არ დატოვებს იმ კომპიუტერს ან იმ ფურცელს ან იმ აპარატს, რომელზეც signing-ი გააკეთე რა. ამ შემთხვევაში cold storage-ი ცივად შენახვა, როცა ინტერნეტთან არაა მიერთებული აპარატი, რომელზეც ინახება რა private key. ასე მუშაობენ დიდი ბირჟები, მაგალითად. ოკეი, მომდევნო რასაც ვამბობდით, არის ის, რომ უნდა გქონდეს ახალი ინვოისები თუ ადრესები, რომლებზეც მივიღებთ ხურდას, შევამოვალ ტრანზაქციებს და ასე შემდეგ და ეს არის კარგი უსაფრთხოებისთვის, არის კარგი კონფიდენციალობისთვის, იმიტომ რომ უფრო რთულია გაერკვე რასად მიდის, ვისია. ამისთვის რომ არ დაგჭირდეს, რომ ძალიან ბევრი უნიკალური, ინდივიდუალური private key შევინახოთ, არსებობს ესეთი გამოგონება, ქვია იერარქიულ დეტერმინისტული საფულეები, რომელიც საშუალებას გვაძლევენ, რომ გქონდეს რაღაც 12 სიტყვიანი master CD, ანუ ეს თესლი, რომლიდანაც დერივაციას წარმოებას გავუკეთებთ, რომლიდანაც ვაწარმოებთ. დერივაციას გავაკეთებთ, ქართულად იქნებოდა ვაწარმოებთ, ხო? რომლიდანაც ვაწარმოებთ. ნახე, არის სიტყვა, რომელიც შესტყვისი გვაქვს, მაგრამ აი გვიჭირს მოფიქრება. რომლიდანაც ვაწარმოებთ? რომლიდანაც ვაწარმოებთ, უკვე აი მას რა ქვია, private key-ებს, რომლიდანაც ვაწარმოებთ public key-ებს, რომლიდანაც ვაწარმოებთ მიმღებ ადრესებს. ესე იგი, ერთი CD გვაქვს, master key უწოდეთ, მოდი ამას ყოველ ჯერზე ახალი გასაღების გასაკეთებლად ვუმატებთ, ვუკეთებთ რაღაც გარკვეულ გარდაქმნას, ვუმატებთ რაღაცა რიცხვს დავუშვათ 20 ინკრემენტირებას ვაკეთებთ და ესე ვაწარმოებთ ახალ CD-ებს, ახალ key-ებს, key-ებიდან, private key-დან public key-ს, public key-დან მივიღებ ადრესს და რეალურად შენახვა გვიძებს მარტო ერთი ცალი იმის რა ქვია, master public key-ს. აი ეს როცა ხდება შემოვლეთზე, ბევრი შენახვა არ გიწევს, არის მარტივი. აი როცა Bitcoin-ნაირი კომპანიები, რომლებსაც ასეთი HD wallet-ის, HD hierarchical deterministic ნიშნავს ხოლმე. ასეთი სერვისი აქვს, აი მაგათ შემთხვევაში ამათი მენეჯმენტი რომ ამ ყველა შესაძლო დაგენერირებული private keys management-ი, ამ დერივატივი ნაწარმოები private keys management-ი რთულდება და ამიტომ ისინი წინასწარ რაღაც ოდენობა აქვთ განსაზღვრული. უკვე დაგენერირებული key pair-ების, წყვილების, public key, private key-ების, რომლებსაც იყენებენ ხოლმე რა. შესაძლოა ეს ერთ-ერთი მიზეზი არის აი ამის მენეჯმენტი, დიდი ოდენობის მენეჯმენტი რთული რო ხდება ამ key pair-ების. შესაძლოა ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ თქვია რაღაც კომპანიები არიან მეთქი, რომლებიც ხურდას იგივე იმაზე იღებენ მეთქი, ადრესი იღებენ და ამითი ასე ვთქვათ, აბაზრებენ, აი სიტყვა ბაზარი გამოვიდა, აბაზრებენ თავის private keys.
რთულად გამომივიდა ძალიან დეტალურადაც არ შევეხე პრინციპში HD wallet-ს და თავსოდან დამნაშავედ HD wallet-ები და ისინი დავიტოვოთ შემდეგ გადაცემისთვის. ძალიან ბევრი გადაცემა გამოგვენით, რომ აი Merkle 3 რა არის, მაგას დღეს არ შევეხეთ, ჰეშების ხე რა არის და მაგის კი მომდენ გადაცემაში ნუ შევეხოთ, მაგრამ ნუ აი მე გეტყვი Merkle 3 და ასე შემდეგ რა არის, მე ვნახავ, ხვალ გვყავს თუ არა სტუმარი და შეგვიძლია ხვალ გავიაროთ ეგ ამბავი. ოკეი. ამიტომ რაღაცები დღეს მოვიტოვოთ. ცოტა ისე დატვირთული დღე გქონდა ისედაც რთული ასე ვთქვათ თემაცაა თვითონ თემაც რთული არის იმიტომ რომ მეც რო თავიდან ვერ ყვეოდი ამ რა ვიცი ხოდენა მაინც რო უყურედი ერთი 15 ჯერა მაქვს ნაყურები საკითხული მაგში შეშების შესახებ სულ აი ანალოგია ვერ მოუფიქრე რომ ყუთში რო ჩადო რაღაც და მე რო შემოწმო რომ ეს ყუთი არის ამ ფერის ამ ფორმის ამ ყუთის ჰეში აკეთებს ჰეში ჰეში უბრალოდ რა სიტყვებსაც მიაწვდი, რა ასოებსაც მიაწვდი, იმ ასოებს დაამახინჯებს, მოგცემს დაამახინჯებულ შედეგს და დაამახინჯებული შედეგიდან ვერ მიიღებ პირველ შემოვალ შედეგს. ერთადერთი ვარიანტი რომ მიიღოს შემოვალი შედეგი არის ყველა შესაძლო კომბინაცია სცადო, გაატარო ამ ჰეში და ამ დაამახინჯებულ შედეგს შეადარო. რომელიც არის 1 სამმხრივი გარდაქმნა არის, სამმხრივი ფუნქცია არის. აი ეს არის ჰეში მეტი არაფერი. ეგ არის მეგობრებო დღეს BitExchange საათი დასრულებულია, თუმცა არ გემშვიდობებით, არც კითხვები რაც იყო, დავით რა ვიცი, ამოვწურეთ წესით, იმიტომ რომ არ შემოსულა. ნუ ეს ჩვენი მეგობარი იმედია ამ კვირაში მოასწრებს სასასრულელი თანხის განაღდებას. კი ბატონო. იმიტომ რომ აქცია ლიმიტირებული არის დროში. ყველაზე დიდი განაღდება, ანუ ეს 10000 ლარიანი განაღდება, როდის Smart-ში შეუძლია გააკეთოს დანარჩენ აპარატებში. ალბათ 6000-მდე, 7000-მდე იდება ძირითადად. მაშინ რა ქვია, Smart-ში ალბათ იქნება 1000-მდე. და შეუძლია იქ მივიდეს და გააკეთოს ეს განაღდება. ან დავუკავშირდეს ჩვენ და ორგანიზებას გავუკეთებთ. კი ბატონო, არ არის. ამ დიდთანხას მცირედი შემოწმების შემდეგ რა თქმა უნდა. ეგ არის რა, მოკლედ მეგობრებო, დღეს დაგემშვიდობებით, მადლობა დავით სტუმრობისთვის, ასევე საინტერესო ლექციებისთვის და მადლობა მაყურებლებს, რომ ეს მოისმინეთ. არაფერს, რა ვიცი, ჩვენი გადაცემის სპონსორები არიან coinmania.gr და ასევე დღეს რომლის დღეც არის და რომლის რა ვიცი, თელის ასე ვთქვათ, მზედამთო ამოგდის, არის BitExchange, ასევე, ნუ შეგახსენებთ, რომ coinmania.gr თქვენი საიმედო მეგობარი ციფრულ სამყაროში, რა ვიცი, ახალ განახლებულ დიზაინით, ნახეთ, შეამოწმეთ, BNB Trust Wallet-ი, shitcoin-ები, ახალი coin-ები, ყიდვა, გაყიდვა, ამბები, რა ვიცი, თუ ისედაც გაინტერესებთ ეგ ამბავი, ანუ Binance-ის საკომისიოებს შეეშვით, აგერ ქართული საკომისიოები გვაქვს. აგერ მეგობრებო, ასევე BitExchange-ს აქვს ამ კვირაში თავისი აქცია. ქართულ საკომისიოებში ყველაზე დაბალი საკომისიო რაც არსებულა 2% განაღდებაზე Litecoin-ს და Bitcoin Cash-ის, ეს შემიაწრით საქართველოში cash-ის შემთხვევაში ასეთი რაღაცის, ასეთი პრეცედენტის არ ყოფილა. და არ მარტო cash-ის შემთხვევაში მგონი ბარათზე თანხის გამოტანის შემთხვევაში უპრეცედენტო აქცია გვაქვს ჩვენ. ასევე კიდევ გვაქვს პროცენტო დაბალი ფასები, Litecoin-ი 7%. ხო და მოკლედ გამოიყენეთ ეს შანსები მეგობრებო. არის, გვაქვს კარგი ისა მოკლედ space-ი, აქ და რა ვიცი, გვიყურეთ, გამოიყენეთ ეგ შანსები. რა ვიცი, შეგახსენებთ ასევე ჩვენს fundraising-ის პროგრამას, კრიპტობაზრის კლუბი იხოდება. დღეს კრიპტობაზრის კლუბის წევრები არიან დაახლოებით 20-მდე ადამიანი, 20-მდე ანუ ჩვენი fundraiser-ი. რა ვიცი, შეგხვდებით მეგობრებო, მალე ივლისში გეგმავთ უკვე შეხვედრას, თქვენთან ცალკე ჯგუფს გავაკეთებთ, ცალკე ჩახსოვთ, ერთად შევთანხმდებით დღეზე, საათზე და ნუ ადგილი უკვე მზად დაგვაქვს, რა ვიცი და ერთად მოვიბრეთ. ასევე ჩვენთან ერთად იქნებიან რა თქმა უნდა დავითიც, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩვენი განუყოფელი კლუბის წევრები, ჩვენი სპონსორებიც არიან, დავითიც, Coinmania-ც და იმედი მაქვს რომ კიდევ რამოდენიმე ასე ვთქვათ კომპანიაც და ერთმანეთის გაცნობასაც შეგიძლებთ, კითხვების დასმასაც შეგიძლებთ პირადად და ერთმანეთში გექნებათ ძალიან კარგი კომუნიკაცია. ჩვენთან, რა ვიცი, პორტფელსაც გადავავლებთ ხოლმე თვალს. ეგ არის დღეს გემშვიდობებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ, პოზიტიურ დღეს და დააკვირდით Bitcoin-ს, იმიტომ რომ Bitcoin-ი უახლოვდება ჩვენს იმ რაღაც ჩვენს support-თან მოძრაობს 33265-თან და ამიტომ კარგად ყურადღებით იყავით, ვინც პოზიციები გახსნილი გაქვთ. წარმატებული დღე ხალხო.